აჭარის დასაქმების სააგენტომ 11 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა სტრუქტურამ 2014 წელს 1669 სამუშაოს მაძიებელი დაასაქმა. ერთწლიანი მუშაობის შეჯამებასთან ერთად დასაქმების სააგენტომ ახალი ვებგვერდი HR Ajara.gov.g წარმოადგინა. პორტალზე მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად სასურველ პოზიციაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ. დღესვე დასაქმების სააგენტომ ბაზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის მიხედვით ყველაზე დეფიციტური სამშენებლო და სარესტორნო საქმის სპეციალისტები არიან. სააგენტომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის საგზაო დეპარტამენტთან გააფორმა. დღესვე დასახელდნენ საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები. უკვე დაგითხრათ, რომ შეკვეთებიც გვაქვს მიღებული სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მათ შორის საგზაო დეპარტამენტიდან, რომელიც განიცდის მწვავე დეფიციტს, მათ როგორც მე ვიცი შეიძინეს ახალი ტექნიკა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლობთ დასაქმების სააგენტოსთან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს და შემდგომშიც ვაპირებთ საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას, რომელიც გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. ამ მხრივ საკმაოდ პრობლემატური არის კადრების მოძიება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2015 წლისთვის ჩვენ საკმაოდ ბევრი ახალი ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას ვაპირებთ და უკვე კვალიფიციური კადრები ჩვენ დავხვდებით და ეს რა თქმა უნდა რაღაც ერთგვარ დისკომფორტს გამორიცხავს.